თუ გიზეირნია. ხმელეთზე ნამდვილად ანიგიუტერ გვპირდება მსგავს რამეს დილიდან და ნახოთ. დილამშვიდობის ანი მოგესალმებით. დილამშვიდობის. გამოგეხმაურებით და გეტყვით, რომ ჩვენს ძალიან გაგვიმართლა, რომ მოგვიწევს ხმელეთზე გასეირნება სკუტერი, სწორედ რომ სახმელეთო სკუტერებია ეს. ანუ გაგვიმართლა, რომ არ არის წვიმა და არ სრიალებს ზედაპირი, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ხმელეთზე გასეირნება ძალზედ კარგია ამ შემთხვევაში. დიდი მადლობა ბუნებას ამისთვის, ანუ მინდა წარმოგიდგინოთ დათო, სკუტერისტების ლიდერი, რომელიც ძალიან გახარებული, ანუ რაც შეეხება ამინდს. რაღაცა წვიმიან ამინდში, მიუხედავად რომ წყლის სკუტერიც არსებობს, რაღაცა წვიმაში და ეს ნაკლებად სასიამოვნოა გასეირნება და მეთანხმები ალბათ. მოგესალმებით პირველ რიგში დილამშვიდობისა, პატივშემონო ტელემაყურებლებო და წვიმიან ამინდში რა თქმა უნდა მინდა შენიშნო, რომ ძალიან ცუდი არის. ამდენადაც დიდი შანსია სკუტერის მოცურების, ამიტომ წვიმიან ამინდში უკიდურესად სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და თუ შესაძლებლობა გვაქვს, საერთოდ არ უნდა გამოვიდეთ სკუტერით. მე ვერ დავიჯერებ, რომ შენ არ გამოსულ ხარ წვიმიან, თოვლიან ამინდში, თოვლი ნაკლებად იყო ამ ზამთარს, მაგრამ მაინც გამოსულ ვარ, მაგრამ ბევრი სავალალო შედეგი მოყოლია, შეიძლება ასე ითქვას, ჩემი სკუტერისთვის. რომელია შენი სკუტერი? მოდი გაგვაცანი და გვაჩვენე, რით არის ეს გამორჩეული. არაჩვეულებრივ ფერებში არის გადაწყობილი, ეს გასაგებია. ეს ფერარია. პეჟოს მარკა აქვს. ნამდვილში ტაივანის წარმოების არის. რაიცი, ხარისხით ასე თუ ისე ნორმალური არის და პირველ რიგში ყველაზე მისაღები არის იმ ფაქტის გამო, რომ ძალიან ეკონომიური არის და აი, რამდენად ეკონომიურია. მე უკვე მოვიხიბლე ამ ფაქტით, შესაძლოა რამდენიმე თვეში შევიძინო ასეთი, რადგან რამდენად ეკონომიურია წვა. 100 კილომეტრზე წვავს 2 ლიტრიდან 2 ლიტრნახევრამდე ბენზინს. 2 ლიტრიდან 2.5-მდე 100 კილომეტრზე რა კარგია. ტრასაზე ალბათ 1 ლიტრიც რამე რო იყოს გეყოფა. 4 ლიტრა ბენზინი დამჭირდა საშუალოდ ქუთაისიდან თბილისამდე რომ შემესრულებინა მონაკვეთი რა. არაჩვეულებრივია. მოდით ვნახოთ კიდე რაც ძრავის, ანუ კუბატურა რამდენი აქვს? კუბატურა აქვს 50 კუბი, ანუ ამის მიხედვით ნიშნავს ადამიანურ და ქალურ ენაზე აგვიხსენი ახლა. ანუ ქალურ ენაზე რო ვთქვათ, პრავა არ ჭირდება. ის არის ძალიან კარგი, ანუ პრავა, ანუ მართვის მოწმობა არ ჭირდება, ძალიან კარგია, მაგრამ თუ დაარღვია და გადახვედი რაღაცა ზღვარს იქით, პატრულს არ აქვს უფლება რომ გაგაჩეროს ამ ჩვენი კანონმდებლობით პატრულს არანაირი უფლება არ აქვს აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე გამოწეროს ჯარიმა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამის გამო დავივიწყოთ ის ელემენტარული მოძრაობის წესები, რაც ყველა მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს და უნდა დაიცვას. რამდენი ხანია რაც შენ ყავს შენი სკუტერი და ვინ არის თქვენში ყველაზე გამოცდილი? ყველაზე გამოცდილი მეგობარი ყავს, გაგვაცანი შენი თავი? ნიკა კირვალიძე. რამდენი ხანია რაც უკვე 3 წელია რაც საერთო სკუტერზე ვზივარ და მართავდა, ამ სამის წინებში შეჯიბრები იყო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, ერთ-ერთი პირველი ვისაც სკუტერი ყავდა თბილისში. პირველი ადგილი ორი გზის პირველი ადგილის პრობლემაა, რომელიც ჩატარდა რუსთავში და ასევე თბილისში. და ჩვენ გვაქვს ჩვენი კლუბი, რომელიც ვიკრიფებით და ასე ვარჯიშობთ, ვითარდებით და ვიხვეწებით, რომელსაც შემდეგში ალბათ ჩატარდება. ეს არის შენი ავტომობილი. რაც არის ერთ-ერთი. კარგით, მაშინ კლუბზე უკვე მომდევნო ჩართვაში ვისაუბრებ და ვაჩვენოთ ის თვალნათლივ რაზეც ამდენი ხანი უკვე ვისაუბრეთ, დროებით გემშვიდობებით მომავალ ჩართვამდე. დიდი მადლობა ანიგიუტერს, დაელოდოთ მის მორიგ ჩართვას, იმიტომ